გამარჯობა. აა, გაგიმარჯვეთ მოგიცემ. ესე იგი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღეს განსაკუთრებული დღეა, თავისთავად ცხადია და საერთოდ ყოველი დღე განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ სამხედროებს ვესაუბრებით ხოლმე, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ დღეს არის 24 თებერვალი 2026 წლის და ცხადია ვსაუბრობთ უკრაინაზე და ვესაუბრებით იმ ადამიანს, რომელსაც აქ თავის ძალიან განსაკუთრებული წვლილი შეტანილი უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ეს გახლავთ ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ჩიხელიძე, რომელიც 2015 წლიდან იმყოფება უკრაინაში, ის როგორც გითხარით არის სამხედრო წოდებით ვიცე-პოლკოვნიკი. მსახურობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ხელმძღვანელობს, მეთაურობს ერთ-ერთ ქვედანაყოფს. ცხადია, ვერ ვასახელებ და არ ვასახელებ ომის კანონებიდან გამომდინარე, რომელი ქვედანაყოფია და ვერც იმას ვამბობთ თუ რა ლოკაციაზე და რომელ ლოკაციაზე იმყოფება ამჟამად ბატონი ზურაბი. პირველ რიგში დიდი მადლობა და ზურაბ თქვენი დროისთვის და მოდი დავიწყოთ ჩვენი საუბარი იმითი თუ დღეს რა ხდება. მე მახსოვს 2022 წლის 24 თებერვალი 26-ში მე უკრაინაში ვიყავი და რაღაც ყველა ღაღადებდა რაღაცა უაზრო პროგნოზებს, რომ თითქოს 3 დღეში უნდა დაცემულიყო კიევი და მთელი უკრაინა. აღმოჩნდა ის, რომ დაიწყო მეხუთე წელი ამ წინააღმდეგობის და უკრაინელების თავისუფლების ბრძოლის ეს პერიოდი, რომელშიც საკუთარი ძალიან დიდი წვლილი აქვს ქართველ მებრძოლებს, საქართველოსდან წასულ ჯარისკაცებს, რომლებიც იქ აგერ უკვე რახანია იმყოფებიან და თუ გადავთვლით მე ერთსულ მოსახლეზეც სხერფლიც ძალიან მაღალია და ერთსულ მოსახლეზე ამდენი რაოდენობის სხვა ქვეყნის მოქალაქე, რამდენი საქართველოსდან არის ფიზიკურად არ არის. ზურამ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მოდი დავიწყოთ დღევანდელი ვითარებით, დღეს რა ვითარება გვაქვს ფრონტზე. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მივესალმებით სრულიად საქართველოს. დღეს დღეს რა თქმა უნდა დიდი ასე თქვა დიდი წინააღმდეგობის დასაწყისის მეხუთე წლის თავია, როცა 24 თებერვალს რუსებმა ასე თქვა დაიწყეს სრულმასშტაბიანი შეტევა უკრაინაზე. აა დღევანდელი ვითარება არის ის, რომ სრულიად მთელი უკრაინა და მთელი უკრაინის შეერთებული ძალები ასე ვთქვათ, კონცენტრირებულია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ყოველდღიურად მეტი რუსი მოუკლათ და მეტი მათი ტექნიკა გავანადგუროთ. პლუს მათი უზრუნველყოფის გზები გადავკეტოთ, რაშიც ეს ძალიან გვეხმარება და ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, დიდი გარღვევა მოახდინა ამ ყველაფერში, ასე ვთქვათ, აი ამ დრონებით ომში უკრაინამ და ასე ვთქვათ, სოფლიოში ერთ-ერთი კი არა პირველ ადგილზე არის აი ამ ტექნოლოგიური გარღვევით უკრაინა. ზურამ, როგორ შეიცვალა? შენ ახლა 2015 წლიდან იმყოფები უკრაინაში, უნდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ზურა გახლავთ ვეტერანი 2004-2008 წლის საქართველოში ცხინვალის რეგიონში და მთლიანად საქართველოში მიმდინარე ომებისა, ტერიტორიული მთლიანობისათვის რუსეთის წინააღმდეგ, სხვათა შორის ის უნდა აღვნიშნოთ, რომ 2004 წლის ეს საბრძოლო მოქმედებები სტატუსი დღემდე არა აქვს ამ საბრძოლო მოქმედებებს, ანუ ისევ რაღაც ეწურთნებში არის გატარებული და ეს არის ფაქტი. ზურა 2015 წლიდან შენ აკვირდები მანდ როგორ მიმდინარეობს ომი და მინდა რომ გთხოვო შეაფასო აი ეს ცვლილება, შენ კი აღნიშნე ტექნოლოგიური გარდაქმნა, მაგრამ ტექნოლოგიურის გარდა ეს ყველაფერი როგორ აისახა, როგორ ვითარდებოდა თვითონ ომზე როგორი გავლენა იქონია ამ ყველაფერმა და როგორი ფორმაცია განიცადა. 2015-დან ეს იყო რაღაც პატარ-პატარა შეტაკებები, რაღაცა ფრონტის რაღაც გარკვეულ მონაკვეთზე, ძირითადად იყო საარტილერიო დაბომბები და იყო რაღაც ესეთი სადაზვერვო დივერსიული ჯგუფების მოქმედებები. ეს ნელ-ნელა ვითარდებოდა და უკვე შეიძლება ამის თქმა, ამ ეს დრონები არ დაწყებულა 22 წელს.
ეს დაიწყო უკვე 2017 წლიდან და ნელ-ნელა ვითარდებოდა. უკვე ჩვენც 2018-ში მე უკვე მქონდა ეს პირველი კამიკაძე დრონები, მართალია მათი მოქმედების რადიუსი იყო უფრო პატარა, სადღაც 3 კილომეტრამდე. 3 კილომეტრამდე იყო პრობლემები რაღაც კავშირთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი ნელ-ნელა იხვეწებოდა. და მივედით იქამდე, რომ უკვე 22-ში 2022 წელს უკვე ეს ყველაფერი უკვე მაღალ დონეზე, ასე ვთქვათ, ავიდა და უფრო მეტი ხალხი დაინტერესდა, უფრო მეტი პროფესიონალები ჩაერთვენ ამაში და ამ ყველაფერმა ნელ-ნელა დაიწყო განვითარება და ეხლა როგორ გითხრათ, ეხლა ჩვენ ვართ უფრო ტექნოლოგიური გარღვევა მოხდა, თქვით წეღანაც და ასე ვთქვათ, ყველაფერი არის დამოკიდებული მაღალ ტექნოლოგიებზე. ასე ვთქვათ, თუ უნდა გქონდეს მაღალი სიხშირის ინტერნეტი, უწყვეტი კავშირი, რაც უზრუნველყოფს აი ამ ყველაფრის გამართულად ყველაფრის ვისაუბრებთ, ხო? მართვას. უკვე დრონები მარტო აღარ არის, ასე ვთქვათ, ეს კამიკაძე დრონები, რომლებიც მარტო ჰაერში მოქმედებენ. არის უკვე დრონები, რომლებიც უკვე ხმელეთზე გამოიყენება ტყვია-წამლის გადასატანად, დაჭრილების საევაკუაციოდ, ну, სასმელის მისატანად, ტყვიამფრქვევი აყენია, უმბარტყორცნი აყენია და უკვე ეს უკვე როგორ გითხრათ, უკვე რაღაც რობოტების ერა იწყება, ასე შეიძლება ითქვას. მე даже აღნიშნული მაქვს, ჩაწერილი მაქვს ჩემთვის პირველი ბრძოლა უკრაინულ და რუს, ასე ვთქვათ, სახმელეთო დრონებს შორის მოხდა 2023 წლის მარტში. სახმელეთო დრონებს შორის. სახმელეთო დრონებს შორის თუ ნახეთ ჩემს არქივში, даже ფოტოსაც გამოგიგზავნით, აი ამ ბრძოლის დროს გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოს. ზურა, თვითონ მებრძოლებზე როგორ აისახა ეს ტექნოლოგიური განვითარება? ეხლა ძალიან კარგი პასაჟი მოიყვანე შენ, როდესაც თქვი, რომ აი აკოპში შეიძლება იჯდეს მებრძოლი კარგა ხნის განმავლობაში და საკვებიც კი დრონიდან მიიღოს. თვითონ მებრძოლზე როგორ მოქმედებს ტექნოლოგიური განვითარება დღევანდელ ომში? ძალიან აი როგორ გითხრათ, არის ფრონტის მონაკვეთები, სადღაც აი არის kill zona, სადღაც 10 კილომეტრის დისტანციაზე. აი ამ 10 კილომეტრი შენ რო გადალახო ფეხით ძალზე, ну, ძალზეს არის ყური, იქ თუ ასეთ მოკლე გადარბენებით რაღაც იმით აი ესე ღამე ისიც თუ გაგიმართლა მიხვალ და არის რაღაც ადგილები, სადაც აი ჩვენი მებრძოლები არიან ჩარჩენილები, აი მოხდა ისე რომ ну რაღაც ну მტერმა წამოიწია იქ რაღაცა მონაკვეთზე და უკვე აკონტროლებს აი შენ მისასვლელ ამ მებს. ეს ჯარისკაცებს არის უზომოდ დიდი, ასე ვთქვათ, იმედის წყარო და აძლევს მას мотиваციას, რომ გააგრძელოს ბრძოლა, რო იცის, რომ მას არავინ არ მიატოვებს და იცის, რომ ეს ტყვია წამალი და ეს უზრუნველყოფა განხორციელდება და შემდგომად ამისა უკვე მე თვითონ მთავარია იქ რამდენიმე დღე აი კრიტიკული რაც არის და მე თავისთავად უკვე ის ტერიტორია რაც უკვე რომელიც უკვე საიდანაც უკვე მოწინააღმდეგე აკონტროლებს აი ჩვენ მისასვლელ გზებს ეს უკვე ну განხორციელდება შესაბამისი საბრძოლო ოპერაცია ისევ გაიწმინდება და ისევ გზა ისევ თავისუფალია და ისევ მივა ჯარისკაცთან, მაგრამ აი ეს კრიტიკული რომელიც არის ეს 2-3 დღე, ну არის ხოლმე რა ეს მომენტები, აი ამ მომენტში
ადამიანმა იცის, რომ ჯარისკაცმა იცის, რომ ის მიტოვებული არ არის და მას არავინ არ მიატოვებს, კავშირი არის და იგივე სასმელი წყალი, რაც აუცილებელია ასეთ დროს, საჭმელი და ტყვია-წამალი და იგივე ევაკუაცია დაჭრილის განხორციელდება. და პლუს უკრაინელი ჯარისკაცები უკვე იმ დონეზე არიან ასულები რაღაც როგორ გითხრათ, რაღაც უნივერსალურ ჯარისკაცებამდე უკვე დავედით. ეს ქვეითი შეიძლება ეს ჯარისკაცი ქვეითიც არის, იგივე ამ საბრძოლო დრონების ოპერატორიც არის, არის რაღაც სპეციალისტი თქვათ აი საბრძოლო მასალების დამზადების რაღაც უნიკალური იმამდე ავიდა უკრაინული ჯარისკაცის განვითარების დონე. ზურა, ამასობაში ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ артиллериამ და ტანკებმა რაღაც თავისი ფუნქცია დაკარგეს თუ არ მინდა ვთქვა, მაგრამ აი ამ ფუნქციებმა ცოტა დაიწიეს დაბლა. თუ პირიქით, ანუ ისინიც გვერდ-გვერდ, ანუ დრონებთან ერთად მუშაობენ და საკმაოდ ეფექტურია. აი ამ ტრადიციულმა საბრძოლო საშუალებებმა რა როლი იკისრეს თანამედროვე ომებში? აი ეს ტრადიციული артиллерия თავიდან 2022 და 23 წლის შუამდე დაჟე ბოლომდე 2003 ბოლომდე ასრულებდა თავის ფუნქციას ისე როგორც ტაქტიკურად და სტრატეგიულად იყო და გაწერილია წიგნებში და მოქმედებდნენ პირველი მეორე მსოფლიო ომების დროს, მაგრამ შემდგომ მათი როლი აი იმ საარტილერიო დანადგარების, რომელიც სამი, თქვათ, იგივე ნაღმწყორცნები და იგივე საარტილერიო დანადგარები, რომლებიც ახლო და საშუალო მანძილზე ახორციელებენ თავიანთ, ასე ვთქვათ, მოქმედებებს, ცოტა დაიწია უკანა პლანზე, იმიტომ რომ აი ამ საჰაერო დრონებით უკვე შესაძლებელია 35-40 კილომეტრზე ოპერატორმა დააზიანოს, აღმოაჩინოს და დააზიანოს ეს საარტილერიო დანადგარები. რო ვთქვათ, რომ არ გამოიყენება, არა, გამოიყენება, მაგრამ უკვე რაღაც იმათაც უკვე ტაქტიკა შეცვლილი არის, გამოვა პოზიციაზე დაამუშავებს და ეგრევე მიდის, რომ არ მოხდეს, ასე ვთქვათ, საჰაერო დრონების და სადაზვერვო დრონების, ასე ვთქვათ, თვალთახედვაში, რომ უკვე უბრალოდ ჰაერში ასობით და ათასობით დრონი მორიგეობს, რომლებიც უკვე აკვირდებიან სიტუაციას, ზვერავს და ამავდროულად შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ლიკვიდატორი აი ამ საარტილერიო დანადგარის. ზურა, შენ ხა ცოტა ხნის წინ აღნიშნე, რომ აი 10 კილომეტრიანი kill zone, ანუ მკვდარი სიკვდილის ზონა, ასე ვთქვათ. დღევანდელი აი ფრონტი როგორ გამოიყურება? აი რო აღწერო უბრალოდ ხა ალბათ ყველა აკვირდება და ყველა მიცის, რომ ეს არის უზარმაზარი ველები, სადაც ძალიან ცოტა ხეა, ბორცვი თითქმის არ არის, მთა არ არის, არაფერი, ან მოსწორებული ადგილია. როგორ გამოიყურება დღევანდელი ბრძოლის ველი, ასე ვთქვათ? ну გააჩნია სად ეხლა თუ გაშლილ მინდვრებში და ამ სტეპებში ასე ვთქვათ აი ჩათვალე თავდაცვის ხაზი ჩვენ მხარეს თავდაცვის ხაზი მოწინააღმდეგის მხარეს და შუაში სადღაც 10-15 კილომეტრიანი ზონა რომელსაც სრულიად დაკონტროლებენ დრონები როგორც საჰაერო ისევე სახმელეთო დრონები აკონტროლებენ და თუ იქ რაღაცა გაჭაჭანდა, ეგრევე ხდება მისი განადგურება. ნუ რუსები ცდილობენ, აი რუსები მოდიან პაჭკა. აი წამოვა 10 კაცი, მოკლავ ამათ კაცს, კიდე მოდის 10 კაცი, კიდე მოკლავ ამათ კაცს, მაგრამ მოდიან, მაგრამ კვდებიან და რჩებიან, ასე ვთქვათ, უკრაინული მიწის გასანაყოფიერებლად. ნუ ცოტა სიმჟავე იქნება მე, მაგრამ არა უშავს. რაღაცა მოევლება. აი რა მივედით კიდევაც მაგ თემამდე როგორი არის მოწინააღმდეგე დღეს ეხა რაც იყო 4 წლის წინ ანუ 2022 წლის 24 თებერვალს სოფლიომ ნახა რაღაცა
მოიერიშ სადესანტო ჯგუფები, რაღაცა უკეთესი ტექნიკა, იქ ვიღაც სპეცდანიშნულება იყო, რაღაცა იყო სხვადასხვა ქვედანაყოფი, რომელიც იქვე დარჩა პრინციპში მაშინვე, ხო? დღევანდელი, აი 4 წლის თავზე მოწინააღმდეგე როგორ გამოიყენება? მე არ მინახეთ არც უტრირებას ვახდენ ამავდროულად თან და არაფერს არ ვაკნინებთ არ, მაგრამ როგორ გამოიყურება დღევანდელი მოწინააღმდეგე, რომ აგვიხსნა კარგად? უყურე გიორგი, მოწინააღმდეგის არ დაფასება არასდროს არ შეიძლება. რო ვთქვათ, რომ რუსული არმია იყო რაღაცა სოფლიდან გამოსული და არ მომზადებული და რაღაცა მესამე ხარისხოვანი ქვეყნის ჯარი არ შეიძლება, იმიტომ რომ დაწყებული საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ვითარდებოდა სამხედრო მრეწველობა, ვითარდებოდა სამხედროები და ასე ვთქვათ დიდი ყურადღება ექცეოდა ამას და ასე ვთქვათ სამართალ მემკვიდრეები დარჩნენ რუსეთს და დარჩა რუსეთის ფედერაცია და ეს ყველაფერი თავის ჯარიან, თავის ტექნიკიან, თავის ყველაფრიანად დარჩა რუსეთს. რუსეთის არმია იყო ერთ-ერთი ძლიერი სოფლიოში. აა და აი ეს პირველი სადესანტო და მოიერიშე და აი ეს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები რომლებიც შემოვიდნენ და დარჩნენ ისინი აქ ისინი არ ელოდნენ იმას რომ აი მათი მხრიდან მოხდა უკრაინის არმიის არ დაფასება აი ვერ შეაფასეს უკრაინის არმია მათ რაღაც სხვანაირად შეაფასეს მაგრამ მე ადრეც მithქვია და ეხლაც ვიმეორებ რომ უკრაინის არმია დღესდღეობით სოფლიოში დგას აი მოწინავე ქვეყნების არმიების წინ აი ერთ პატარა გადახოვას გავაკეთებ, რამდენიმე დღის წინ ნატოს სწავლება იყო, თუ არ ვცდები პრიბალტიკის რომელიღაც ქვეყანაში და უკრაინულმა 10-მა სამხედრომ გააჩერა 2 ბატალიონი. გაანადგურა, კი არ გააჩერა, გააჩერა და გაანადგურა ბატალიონი. 10-მა კაცმა. და იგივე მოხდა რუსეთის მხრიდან, რომელმაც მათი შეფასებით ფიქრობდნენ 2-3 დღეში ასე ვთქვათ, თლიანი უკრაინის დაკავებას, რაც არ გამოუვიდათ, ვერანაირად ვერ გამოუვიდათ, არ დააფასეს ეს ყველაფერი და მათი ასე ვთქვათ, მომზადებული ნასწავლი ჯარი 60% განადგურდა და დარჩა თავის ტექნიკენად განადგურდა და დარჩა უკრაინის მიწაზე. ეხლა რუსეთის არმია უკვე ის აღარ არის, რაც იყო ადრე, ну, ძლიერია აქვს პოტენციალი, აქვს რეზერვები, მაგრამ ეს უკვე აღარ არის ის მომზადებული არმია, რომელიც იყო და კადრირებული არმია აღარ არის. ეხლა ეს უფრო აი ეს რაღაც მოხალისე ნახევრად მთვრალ საზოგადოებაზე აწყობილი ჯარია, რომელიც мотиваციაც უკვე ძალიან დაბალია და მხოლოდ მათი ასე თქვა შენარჩუნება ეს ყველაფერი არის იმაზე ძალაზე დაყრდნობილი რომლებიც აი თქვა დაგხვიტავთ უკან ვიღაცა მოყვება და აი ამ დასჯაზე და აი ამ ასე თქვა ისევ საბჭოთა NKVD-ს მეთოდებზე და უკან ეს ზაგრადატრიადების დაყენებას და აი ამ სისტემაზე ტიპს ურჩევნია წამოვიდეს, ჩაგბარდეს შენ ტყვეთ, ვიდრე უკან დაბრუნდეს და იცის რომ მას დახვრიტავენ. მაგრამ იცი თუ შენამდე მოაღწია და დაგნებდება, იცის რომ ცოცხალი დარჩება. აი ამაზე არიან დაყრდნობილები. ზურამ 60% განადგურდა დაახლოებით ამას ჭირდება მე იმ 60% ჭირდება ბევრი წელი აღსადგენად, ხო? მინიმუმ 5 წელი მაინც ჭირდება რომ რაღაც ნორმალური ოფიცერი დადგეს და ასე შემდეგ, ხო? ანუ დღეს მეოთხე წლის დასასრულს და მეხუთე წლის დასაწყისში ემჩნევა თუ არა მაგალითად მოწინააღმდეგეს რომ მათ ისწავლეს რაღაცეები და სამეთაურო რგოლი რაღაცა მეტნაკლებ ძალად ჩამოყალიბდა. თუ პირიქით რაღაცა მიდის უკუსვლით ისევ. რო გითხრა რომ არის ისწავლეს, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის აი ამ გამოცდილებას და აი ცხვირში რომ მუშტი მოხდებათ ხოლმე,
ამ ყველაფერს მე ანალიზებენ და მე ეგრევე უცბად გადადიან ხოლმე რაღაცებს ცვლიან, რომ მეორეთაც არ მოხდეთ მუშტი. მაგრამ არ ჩვენ არა ვართ ადგილზე გაჩერებულები, ერთი და იგივე ადგილზე რომ მუშტს მოარტყავ ადამიანს, მესამედ რო შეხვდები, ის უკვე დაგიმახსოვრებს, რომ თქვა მარჯვნიდან უტყავ, ხო? სიტყვაზე ვიძახი. ჩვენც არა ვართ ადგილზე გაჩერებულები, მაგრამ რომ ვთქვათ, რომ აი მათთან ბრძოლა არის საინტერესო, ძნელი, მაგრამ როგორ გითხრათ, აი გამარჯვების იცი რომ გაიმარჯვებ, იცი რომ ნელ-ნელა ტაქტიკურად, ჭკვიანურად მიყვები და დაამარცხებ. აა აი როგორ გითხრა, საერთოდ რუსებმა ბრძოლა იციან, მაგრამ მაგათმა იციან აი ეს როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, აი უნდათ ყველაფრის ჩახშობა, აი ცოცხალი ძალით, მაგრამ აი ამ ცოცხალი ძალა უკვე აი ამ ჩვენ რო ვთქვით კილ ზონა, აი ამ კილ ზონას ვერ გადმოლა, აი 100 კაციდან შეიძლება ერთმა გადმოიაროს. თან მით უმეტეს ამ ბოლო დროს ერთი ფოკუსი ჩაუტარეს ჩვენებმა, რომ მათ გამოეთიშათ ეს ინტერნეტი და Starlink-ი და მართვა ფრონტის წინა ხაზზე სრულიად ასე ვთქვათ მოიშალა გამოეშალათ. მხრიდან და და აქედან გამომდინარე აი ეს აი ეს უპირატესობა რაც მათ აქვს და რაც მათ გამოიყენეს მეორე მსოფლიო ომში და იყენებდნენ ყოველთვის და ყოველთვის არის მაგათი ტაქტიკა, რომ ცოცხალი ძალით ჩაგახშონ, აი ეს უპირატესობა უკვე წაერთვათ. ეს უპირატესობა მათ აღარ აქვს და აი აქედან გამომდინარე უკვე არიან ერთ ადგილზე გაჩერებულები. არიან ერთ ადგილზე გაჩერებულები, იქიდან გამომდინარე რომ ნუ ეხლა ჩვენ თავისთავად ამდენი წელიწადია ომს აწარმოებ, მარტო ქვეყანა ხარ და თუ შევადარებთ ეხლა ჩვენს რესურსებს და რუსეთის რესურსებს, პლუს იმ საწყობებს და იმ მარაგებს, რაც მათ ჰქონდათ, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირიდან დარჩენილი, იგივე და ჩვენ რაღაც 10% თუ დაუტოვეს ალბათ იმ მარაგებიდან, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის მერე იყო. უკრაინა ღორძინდება, უკრაინაში მიმდინარეობს წარმოებები, როგორც ტყვია წამლის, ისევე საბრძოლო მასალების, ისევე ჭურვების, იგივე რაკეტების და ეს ყველაფერი ვითარდება, განვითარებულია უკვე და უკვე ჩვენი გვაქვს. და არა როგორც რუსეთი, даже რუსეთს გაუჭიდა იქიდან რომ თუ გადავხედავთ კურსკის ოპერაცია მათ ვერ მოიგერიეს, სანამ არ ჩართეს ჩრდილოკორეელი სამხედროები. და პლუს ჩრდილოკორეული სამხედრო ტექნიკა, პლუს ჩრდილოკორეული საბრძოლო მასალები. იგივე შახედები თუ ირანი არა, მაგათ თავიდან არ ქონათ მაგის წარმოება, იღებდნენ ირანიდან და ირანში წარმოებული შახედებით მოქმედებდნენ. იგივე თუ გადავხედავთ ახლა ამ ბოლოს, მხოლოდ და მხოლოდ აი ამ კავშირის მერე ახორციელებენ სარაკეტო დაბომბებს, მაგრამ ამ სარაკეტო დაბომბებიც უკვე ვეღარაფერს ვეღარ შველით, იმიტომ რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკვე ავიდა იმ დონეზე და ისე გავიდა, რომ რაკეტები ჰაერში ნადგურდება და უბრალოდ აი ეს ნუ არის ეს შემთხვევა, რომ ახლა რაკეტას ზევით რო გაანადგურებენ იმას ნამხრევებით ცვივა, ხო? ნამხრევებით ცვივა და ეს სადღაც ეცემა და სად რაღაც, მაგრამ უკვე ზიანი და ზარალი აღარ არის იმ ხელა, რა თუ მთლიან რაკეტა ჩამოვარდება და განადგურდება, ასე რომ დღეს ვკითხულობდი ზუსტად და გუშინ რომ F-16-ებზე ვეტერანები ჩაერთნენ და უკვე ის ვეტერანები ჰაერში ცდილობენ გაანადგურონ მოწინააღმდეგეს. მარტო ვეტერანები არა, აქ უკვე სხვადასხვა ბევრი ტექნოლოგია არის გამოყენებული, ხა არ მინდა ამის თქმა, რომ ტექნოლოგიები და ყველაფერი უნდა გამოიყენო და ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ სულ ყველაფერს,
ყველაფრის მოდერნიზაცია ხდება და აი ამ ყველანაირი საფრენის საშუალებებით ხდება მათი ჩამოგდება. და პლუს ახალ სულ სხვა ეტაპზეა გადასული კიდე ჰაერსაწინააღმდეგო დრონები, რომლებიც გამოიყენება არა პირადი შემადგენლობის ან ტექნიკის სალიკვიდაციოდ, არამედ საჰაერო ბრძოლებისათვის. უკვე ეს ტექნოლოგიაც უზომოდ განვითარებულია და აი ამ დრონებითაც ხდება ამ შაჰედების და ამ რაკეტებთან ჩამგრელი. ბრძოლა. ნუ უფრო დაბალი სიხშირე, ნუ დაბალი სიჩქარის რაკეტებთან და აი ამ შაჰედებთან და უკვე რომელსაც ეს ზებგერეთი და ეს უკვე ესეთია, იქ უკვე ავიაცია ერთვება უკვე სარაკეტო სისტემები, რომლებიც როგორც არის ნატოს ქვეყნებიდან შემოსული დახმარების მიზნით, იგივე სამი სისტემა არის უკრაინული წარმოების, რომლებიც როგორც ვფიქრობ, მალე უახლოეს მომავალში ამასაც გამოვაჩენთ და ვანახებთ სოფლიოს თუ რა შეიქმნა უკრაინაში და რითი ბრძოლობს ვიცავთ ჩვენ საჰაერო სივრცეს. ზურა, უნდა კითხო, რახან ახსენე კურსკი და იქ ჩრდილოკორეელები, აი შენ პრაქტიკაში თუ შეგხვედრია მაგალითად რუსეთის მხარეს მებრძოლი სხვა ქვეყნის ჯარისკაცები დავარქვათ თუ კომბატანტები რა ზოგადად რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდნენ. იმიტომ რომ ვრცელდება სხვადასხვა ეროვნების ხალხ ძალით წაყვანილზე, ზოგი მოტყუებით წაყვანილზე და ასე შემდეგ. თუმცა ნუ მანამდე ეხა ჩრდილოკორეული ქვედანაყოფები ვიხილეთ ყველამ. არა, ნუ მე ყოველ შემთხვევაში ტყვეთ ან ასე ვთქვათ არა მიყვანია და არა ნუ მე არ მინახია. ზურა, კიდე ერთი ომიდან აი მეხუთე წელი იწყება ასე ვთქვათ 2022-დან როგორი არის განწყობა თვითონ თქვენს ძალებში უკრაინულ ძალებში როგორი არის განწყობა აი мотиваცია როგორია სულისკვეთება როგორია მე მესმის რომ ეს არ არის ადვილი ძალიან რთულად წარმოსადგენია გაუძლო აი ამ ხელა წნეხს გაუძლო ამ ხელა ომს გაუძლო 1 და 2 თვე კი არა, არამედ 4-5 წელი და მეტი, იმიტომ რომ 2014-დან მოდის და რეალურად ეს ძალიან მძიმე არის და აი ამისი განცდა როგორია და აი სულისკვეთება როგორი არის. იმიტომ ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ბრძოლის ველზეც, ხო? ანუ მოტივირებული ჯარისკაცი გაცილებით ეფექტურია ვიდრე საბრძოლო სულისკვეთების გარეშე მყოფი. თავისთავად, უკრაინის შერეღებული ძალები ჯარი აი ეს ბიჭები რომლებიც ომობენ და ბრძოლობენ არის აი როგორ გითხრა ეს არის ბრძოლა თვითგადარჩენისათვის და мотиваცია როგორც თავიდან ისევე ეხლაც ხანდახან არის ხოლმე ესეთი მომენტები რომ გონია რომ აი რა მოხდა რა მოკბინა ამ ხალხს რომ აი ეხლა აი ესე და ამ აღთკინებით რომ აი ადამიანი გარბის რომ აი ვიღაცა დაიჭიროს ვიღაცა ასე ვთქვათ შეაჩეროს და ეს თავი შეაკლას და მოკლას კი არ შეაკლას მოკლას და წინ წაიწიოს იმიტომ რომ ვითომ დაღლილები უნდა იყვნენ არა მაგრამ აი დაღლილები არიან იმით რომ აი ვერადავერ მივედით იმ წერტილამდე რომ აი გადატეხა მივიტანოთ და აი გავტეხოთ ეს რუსეთი ხერხემალში мотиваცია ისეთი მაღალია ისეთი დიდია რომ აი ხა ერთ შემთხვევას რამდენიმე შემთხვევას გეტყვი პირადად მე მეგობრებიც ყავს ეს მეგობრები ქართველებიც არიან და იგივე რუსები აი ადამიანმა მიიღო ჭრილობა დაიჭრა ფეხი მოაჭრეს ხელი მოაჭრეს წავიდა იმკურნალა პროტეზი დაიყენა გამოჯანმრთელდა და მოვიდა და ისევ ქვედანაყოფში მსახურობს და ისევ ბრძოლობს იმაზე არ ვიძახი ჯანმრთელი აი მას სულეთ შეუძლია რომ ადგეს და წავიდეს თავისი ვალი მოიხადა ქვეყნის წინაშე მაგრამ არა იმიტომ რომ ეს არის როგორ გითხრა ერისთვის, ნაციისთვის, აი ამ სალაპარაკო ენა რაც არის უკრაინული ენის, უკრაინის და აი უკრაინული რწმენის რაც არის აი ამ ყველაფრის გადარჩენისთვის ბრძოლა და აი ამის თან მithumetes
როცა რო იბომბება მშვიდობიანი ქალაქები, იხოცებიან ბავშვები, აი როგორ უნდა აქ არ შეიძლება რომ мотиваცია იყოს დაბალი და мотиваცია იყოს რაღაცა ესეთი ზურა, ნელი. კითხავ, მოლოდინი როგორი გაქვს? აი ხო 2015-დან მანდა ხარ, ქვედანაყოფს ხელმძღვანელობ, მეთაურობ. აა შენი მოლოდინი როგორი არის ამ ომის? და შენ ხედვა როგორი არის ხვალინდელი დღის? ჩემ მოლოდინი არის ისეთი რომ აი ვანადგურებთ ბოლომდე, ტეხავთ ხერხემალში. ანუ იმ წერტილს მიუახლოვდით, რომ უნდა გატყდეს? აი რო იტყვიან არის კულმინაციური მომენტი. აი ეხლა დადგა კულმინაციური მომენტი, როცა რო აი ეს უნდა მოხდეს. ეს მოხდება. გავტეხოთ ხერხემალში და როგორც ერთმა კარგმა ადამიანმა თქვა, ომის დაწყებამდე იყო ეს ინტერვიუ მისცა, ტანკით გავისეინოთ წითელ მოედანზე. შეიძლება ხა რუსები ამას გაიგებენ და მეც ვერ იმას გავამეტალენ განაჩენს, მაგრამ ასე ვთქვათ, აი ეს მოხდება, ეს უნდა მოხდეს. სხვანაირად ჩვენ სხვა რამის ვსაქ არა ვარ. მე 11 წელი ამ ომში გავატარე. ჩემი ასე ვთქვათ შეგნებული ცხოვრების საუკეთესო წლები. ამ ურჩხულთან ბრძოლა კავშირი კავშირი გავიწყდა სამწუხაროდ, რაც ნუ მოსალოდნელიც იყო. აა ზურაბ ჩიხელიძე გახდა ჩვენთან ერთად ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური უკრაინის შეიარაღებული ძალებისა. ზურა, დიდი მადლობა შენ და აუცილებლად დაგიბრუნდებით, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.